ჩვენი სტუმარი ახლა იქნება დათო ცხადაძე, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, დათო, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. კი ბატონო, ყველა ყვება რაღაც საერთოს, რასაც ის ხედავს, რაც მას აკავშირებდა პატრიარქთან. თქვენც გაქვთ ასეთი, მოდით დავიწყოთ ამ ამბების გახსენებით და თქვენი შეფასება, აი დღეს რისი თქმა გსურთ. ჩვენ ვნახეთ მართლაც დიდი გლოვაში გაერთიანებული საქართველოს მოქალაქე მიუხედავად შეხედულებისა ამ გლოვამ რაღაცნაირად ყველა გააერთიანა და ვნახეთ კონტრასტი ერთპარტიული წარმომადგენლობის მისი დაკრძალვის ცერემონიაზე სიონში და არა მარტო იმ დღეს სხვათ შორის და თქვენი დამოკიდებულებაც მინდა მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არაორდინარულია ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ პატრიარქმა 59 წელი იმსახურა იმ პოზიციის იყო არჩევნების თავის დროზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რა ვიცი, ჩემი თაობა, ჩემი უფროსი თაობა, ჩემი შემდეგი თაობა უამრავი ადამიანის ცხოვრებას მოიცავდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ეს არ იყო ჩვეულებრივი, ვთქვათ, რაღაცა სამსახური, ეს იყო ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. რასაც განაპირობებდა, როგორც ხედავთ, როგორც მისი პიროვნება, ასევე ის სიტუაცია, რაც ამ ქვეყანაში იყო. ის მისი მთელი გზას, რომ გადავავლოთ თვალი, რომლის შეფასებასაც ახლა ჩვენ იგივე სოციალურ ქსელებში ვხედავთ, არის საკმაოდ კონტრასტული, ხან რაღაც ერთი რიგის შეფასებას ვხედავთ, ხან მეორესაც, რომელთა შორის აი პრინციპში აი როგორც შავს და თეთრ შორის შეიძლება მოგრათ თვალი ეგეთ განწყობას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ნამდვილად ისტორიული პიროვნება, ნამდვილად რა ვიცი, ნუ აი უამრავი რამე დაკავშირებული მის სახელთან, მის საქმიანობასთან და ნუ აი რა ვიცი, ჩემთვის პირადად როგორც იგივე ქართველისთვის ხო, ეს არის მაინც როგორც არ უნდა ეცადონ, რომ თქვათ, იგივე სარწმუნოების საკითხი, თქვათ, აპოლიტიკური იყოს, არ გამოდის. ის ჩემთვის პირადად ის იყო პოლიტიკური ფიგურა. კი ბატონო. მესმის, აი რომელიც ნუ მაინც მე ესე მგონია, რომელიც ის მუდამ ზრუნავდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ქრისტიანობის დასაცავად, გადასარჩენად და გასაძლიერებლად. კი ბატონო. აი ერთი ისტორია მინდა თქვენ გეწერათ და მინდა რომ ეს აი ზუსტად აღწერს იმას, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ ის იყო ფიგურა, არა მხოლოდ სასულიერო ლიდერი ამ ქვეყნის, არამედ ფიგურა, რომელიც ფიქრობდა დღენიადაკ საქართველოს გაძლიერებაზე, დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, სიძლიერეზე, არა მარტო სულიერების ნაწილში, საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის ერთიანობა იყო ყველა აღნიშნავს მისთვის საოცნებო და სანუკვარი ამბავი და გაერთიანებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც გულისხმობ, მათ შორის ბუნებრივია და თქვენ გაიხსენეთ ერთი ისტორია დროშის შესახებ. სახელმწიფო დროშის შესახებ. მოგვიყევით ეს ამბავი. მე მქონდა შანსი რამდენჯერმე შევხვდროდი მას, ეს იყო ეს მანამდე სანამ დროშა იქნებოდა იყოს იერუსალიმის მუდმივმოქმედი ექსპედიციის წევრი და ჩემი მეგობრები ერთად ვართ აი ამ ექსპედიციაში. მაშინაც როგორ მახსოვს, როგორ უჭერდა მხარს, როგორ უჭერდა ამ ექსპედიციას მხარს, რა ნაბიჯები გადადგა მაშინ ამ ექსპედიციის წარმატებით მუშაობისთვის და იქიდან მოყოლებული რაღაცა ურთიერთობები ყოველთვის ჰქონდა მასთან. იქნებოდა ეს თქვათ საბჭოს ხდომა, ამ კულტურული მემკვიდრეობის და ასე შემდეგ. ნუ ბევრი სხვა შეხება იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ეს დროშის ამბავი. ნუ როგორც მოგეხსენება ჩვენი დროშის ფორმულის ავტორი გახლავთ მხატვარი ვახტანგ გრულა, რომელიც ასევე პატრიარქს იცნობდა იმ დღიდან, ჰქონდა ურთიერთობა იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ბაშანა ბრეგვაძემ და ზურაბ იგნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიტანეს ბიბლია. მაშინ იყო მცდელობა წიგნის დიზაინი, ბატონი ვახტანგი როგორც მხატვარი მიწვეული იყო უწმიდესთან აი ამ წიგნის და ამ გამოცემის დიზაინის საკითხებთან დაკავშირებით და იქიდან მოყოლებული მასაც ჰქონდა ეს ურთიერთობა. ნუ როდესაც გადაწყდა ხუჭვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადება და ეს ინიციატივა ეკუთვნოდა პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომლის ინიციატივითაც იუსტიციის სამინისტროს წინ თუ გახსოვთ იდგა ორი გუშაგი თავისი აი ამ ხუჭვრიანი დროშებით.
მაშინ მოხდა ისე რომ შეისჩა ბატონი ვახტანგის ესკიზების მიხედვით ეს ფორმულა დაზუსტდა და გადასცა აი ამ დროშის ესე გაკეთება და დამილეგეს და მითხრეს რომ უწმინდეს უნდა სულს ამ ესკიზების ნახვა და თუ შეიძლება 13 იანვარს 14-ში იყო დამტკიცება დროშის მოხსენებად ეს დროშის დღე ჩვენი 14 იანვარია 13-ში გვიან ღამით მე და ბატონი ვახტანგი ვიახელით პატრიარქს იუტანეთ ეს ესკიზები და მაშინ იყო გვიან იყო ძალიან გვიან საღამო იყო ღამე იყო და რაღაც ისეთი ინტიმური გარემო იყო სადაც მოუნდა ესეთი ისტორიის მოყოლა რომ პირველად რომ მე უსავაზრო ჩავიარეო დავინახე რომ სამინისტროს წინ ორი კაცი და ხუთჯვარიანი დროშის და ვიკითხე ვინ არის რა ხდებაო რა არისო და ესო ახალგაზრდა მინისტრი აყავსო შევარდნაძესო სააკაშვილიო და ისო იმან რაღაცა ცოტა ირონიულად მითხრესო და აი იმ დღიდანო დავინტერესდიო ამ ახალგაზრდა კაცითო გავიცანიო ძალიან მომეწონაო მისი ინიციატივა ეს ყველაფერიო და მანამ სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა მანამდე შეუთავაზებია შევარდნაძისთვის დროშის შეცვლა აი ამ იდეის განხორციელება და შევარდნაძე შეეშინდაო მითხრა ეს პირადად შეეშინდა ნუ მე ამას მოხდა ის რაც მოხდა ვარდების რევოლუცია მოხდა ის ამბავი რომ გაიგო ეს თქვა ეს სიმბოლოები უნდა შეიცვალოს და დროშა სწორედ ხუთჯვარიანი ფორმულით უნდა იქნეს დადუსტებული და იყო ძალიან ბედნიერი ბედნიერი იყო იმიტომ რომ იცით რა ამ დროშის დამტკიცებას ახთაცინ უამრავი პერიპეტიები იყო ისტორიულ ქართველი მეცნიერებიც კი გარკვეული ნაწილი იყვნენ წინააღმდეგი ამ დროშის მიუხედავად იმისა რომ ხუთი ჯვრის ფორმულა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში უამრავს თუ არა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ნიმუშს ავაწყდებით ანუ ისინი ამბობენ ეს არის ქართული ხა იგივე ჯვრის მონასტრის გეგმაში ხუთი ჯვარი რომდებს ეხა ამასაც რაღაცა ისეთი თვალებზე ხელაფარებული უყურებდნენ ის რომ ბოჭორმაშია ის რომ რა ვიცი სად არის ხრაკარაშია ის რომ თამარის ხელთვა ხუთი ჯვარით იწებოდა სწორედ და ნუ აი რა ვიცი უამრავი მაგალითი ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე ეს გადასწრა ყველაფერი მივიტანეთ ესკიზები მოეწონა გაეხარდა და მთხოვა რომ სანამო მე უნდა ამომებეშთა ეს დროშა მოკლედ რაღაც ლაბორატორიაში სპეციალურში და სანამ მიიდან პარლამენტში მანამდეო სვეტიცხოველს ჩამოიტანენ და ვაკურთხებ მე ამ დროშას ვთქვა ну დილით უთენია ამოიბეშთა ეს დროშა მანამდე მანახეო საპატრიარქოში მიუტან იქაც ნახა მოეწონა და წავიღე მე სვეტიცხოველში იქ აკურთხა და მე აი 2 საათზე თვალწები პარლამენტში მივიტანენ და იქ მოხდა ეს დასრულდა ეს ამბავი. მაგრამ საქმე ისიც რაშია რომ ეს დროშის ამბავი ეს არ არის მხოლოდ რაღაც სიმბოლოზე საუბარი ეს გახლავთ იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტის კონსტატაცია და დადასტურება რომ ჩვენ ვართ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა სწორედაც რომ აი ამ დროშის ტარების უფლება გვაქვს ჩვენ სწორედ იქიდან რომ სულ რაღაცა თუ არ ვწდები შემოვწდები მაგრამ მე მგონი არ ვწდები 7 ქვეყანას აქვს აი ამ სიმბოლოს მფლობის უფლება ეს არის 7 ქვეყანა რომელიც დაკავშირებულია უძველეს ქრისტიანობასთან და იერუსალიმთან და ჩვენ როგორც უძველესი ქვეყანა რომელსაც აი უამრავი მონასტრები ქონდა პალესტინის ტერიტორიაზე და თვით მაცხოვრის საფლავსაც კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართველები აკონტროლებდნენ აი ამ დროშის და აი ამის ტარების უფლება გვაქვს ეს ამის დადასტურება ნიშნავდა იმას რომ აი სწორედ ჩვენ ეს ქვეყანა ვართ რომელიც აი ამას ვატარებთ და არა თქვა ვიღაცა ეს ყველაფერი ერთ მწკრივში და ერთ რიგშია საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენასთან თომოსის მიღება აი ეს ყველაფერი ერთად კი ბატონო, ყველაფერი ახლა თქვენ რასაც ყვებით ბანდათო, საოცარი გამაერთიანებლის პოზიციიდან ფასდება, ხომ? ის იყო ერის გამაერთიანებელი და აქვე გკითხავთ ბანდათო. აი, ერის გამაერთიანებელი, რომელიც მართლა გლოვაში გააერთიანა არ ქვეყნის არაერთი მოქალაქე, ამდენი ხალხი ქუჩაში ჩვენ ძალიან იშვიათად ძალიან დიდი მოვლენების დროს გვინახავს. მარტო ეს არის დასტური იმის, რომ როგორი დამოკიდებულება ქონდა ერს მის მიმართ და როგორ გააერთიანა ამ წუხარებამ ერი. მაგრამ ამ ყველაფერს თანსდევდა რაღაცნაირი მაინც გამყოფი ხაზი, პრივილეგირებულთა ხაზი, რომელიც რატომღაც ერთპარტიულ, ერთი ოჯახის ჭრილში ტრიალებდა. ეს მინდა რომ შეგაფასებინოთ. მოხდა თუ არა ეს თვალში დაკრძალვის ცერემონიაზე? მოხდა რა თქმა უნდა თვალში დილის მე როგორც მოგიხსენებთ თბილისში არა ვარ და ძალიან დიდი ინტერესით ვეცნობი სოციალურ სფეროს ლაშას ეწერა ბუღაძეს რომ
ჩემი აშენებული და რასაც მინდა მევიზო დაახლოებით აი ეს იყო ეს ამბავი იყო სამების ტაძარში თქვა ვისაც მინდა იმას შეუშვათ ვისაც მინდა რაღაცა იცით არის იძინა ივანიშვილს გულისხმობთ და არა პატრიკებს ხდია ივანიშვილს გულისხმობ მის თქვა მონაწილეობას ამ ტაძრის აგებაში, მაგრამ საქმე რაში არის იცით რომ კი ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდად ჩანდა ეს ყველაფერი, ცუდად ჩანდა იგივე ამ უამრავი ხალხის, ის ბავშვები, მოხუცები, რა ვიცი, უამრავი ხალხი რაღაცა 24 საათი ამ დღეების განმავლობაში იდგნენ ქუჩაში, მაგრამ კიდევ ამბობ ეს ვერ დააკლებს ვერაფერს, აი იმ თქვათ განწყობას, იმ ერთიანობის სურვილს, იმ თქვათ ვერ ვნებს ვერაფრით ეს რაღაცა ერთი ეს კაპრიზი რომელიც ცოტა ესე კაპრიზა და ესე რაღაცა ძალიან ცოტა ულამაზოდ დარჩება ჩვენს ისტორიაში კიდევ ერთი ულამაზო ფურცელი შესრულებული ამ ხელისუფლების მიერ ვაი რა ვიცი რა გითხრათ ეხლა ნუ და ეხლა თვითონ ძალიან კარგად ხვდები რა გააკეთეს და ეხლა ნუ იგივე ის ტექსტები იგივე სიტყვები რითი გამოდიოდა რაღაცა ნუ არა გულწრფელი რაღაცა გამოგონილი მოკლედ ეგ არ არის მთავარი ამბავი არის ის რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთებული ამ 50 წლის განმავლობაში 50 წლის განმავლობაში თქვა გაკეთებული საქმეები სხვადასხვანაირად ფასდება ერთი ადამიანის მიერ რაღაც ამას დრო ჭირდება ამას დისტანცია ჭირდება გადახედვა ჭირდება რაღაცები შეიძლება შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ის რომ ის ყველა კულმინაციურ მომენტში მისი სახელი ჟღერდა, ისე როგორც ჩვენ პოსტს ვამთავრებ იმითი, რაც გაიჟღერა, მაშინ სწორედ მისი სურვილი იყო, რომ მწინა ხელისუფლებას აღედგინა ბაგრატის ტაძარი. და მაშინ გახსნაზე მან წარმოთქვა ესეთი რაღაც 2012 წლის 16 სექტემბერი იყო, მაშინ თქვა ესეთი რაღაცა ქრისტე აღდგა, ბაგრატი აღდგა. ანუ მისთვის აი ამ სამი კათედრალიდან უპირველესის რომელიც აშენდა მის აღდგენას რომელიც რუსების მიერ იყო დანგრეული და აფეთქებული ის აფეთქებული ეს ტაძარი უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა მაგასაც ანუ კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესი მისი აღდგენა მისი მოვლა ეს ყველაფერი მაინც განიხილებოდა მისთვის სახელმწიფო ჭრილში ეს არ იყო რაღაცა კონკრეტული ერთი ტაძრის აშენება ან რაღაცა ერთი სიმბოლოს დამტკიცება ესე იყო, როდესაც თქვა სხვა საქმეზეც ყოფილვარ მასთან, იქნებოდა ეს თქვა რაღაცა გამოფენა, იქნებოდა ეს თქვა რაღაცა წიგნის გამოცენა, ხელნაწერები, სულ ყველაფერს ხედავდა აი ამ დროით დიალექტიკაში, განვითარებაში, რა შედეგი შეიძლება ამას მოხდეს, აი როგორ შეიძლება ეს გადაებას რაღაც, აი ესეთი რაღაცები მახსოვს მე მისგან. და ნუ კიდე გქონდა ესეთი უცნაური რაღაცა, რასაც მე არ ვიცი ხა, ნუ უამრავი შეფასება მესმის რომ რაღაცა ძალიან განათლებული იყო, ბევრი რამე იცოდა, მაგრამ ხონდა აი რაღაცნაირი ხედვა თუ რაღაცა თვალი თუ რაღაცა ყური ვისაუბრია თანამედროვე ხელოვნებაზე და მაოცებდა მისი უზუსტესი შეფასებები. აი უბრალოდ რა ვიცი, შეიძლება არც იყო გასაოცარი ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ მაინც ხო შემთხვევაში ძალიან ზუსტ ფაქის, ძალიან კონკრეტულ შეხედულებებს ამჟღავნებდა და ის იმ ხელოვნებების მიმართ, რომელსაც მე მაქვს კავშირი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ამ ბევრია, მაგრამ ნუ აი ეს ჩემი აზრით, აი ეს ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს დროშის ამბავი დამეწერა, იმიტომ რომ სოციალური მარტო მე ვარ, ხა იმ შეხვედრი და ბატონი გახტანგი და უზმინდესი გარდაიცვალა და მე უნდა მომეყოლა ეს ამბავი. აუცილებლად უნდა მოგეყოლათ და მადლობა რომ გაუზიარეთ ჩვენს მაყურებელსაც. დიდი მადლობა.